ყველანი ვართ ძალიან ფრიად აღელვებულები, მეც გულახდილად გეტყვით, ძალიან აღელვებული ვარ. ძალიან ნერვიულობდი და ახლაც ნერვიულობ. ახლაც ნერვიულობ მიუხედავად იმისა, რომ 4 რიცხვამდე 4 აგვისტომდე გადაიდო მზია ამაღლობელის საქმე და განაჩენი გამოცხადდება სწორედ 4 აგვისტოს მას შემდეგ, რაც მზია წარმოთქვამს თავის სიტყვას სასამართლო პროცესზე, უფრო ზუსტი რომ იყო ფარსზე, რომელიც შემოგთავაზა ერთის მხრივ პროკურორმა, მეორეს მხრივ მოსამართლემ, მესამეს მხრივ ზოგადად ხელისუფლებამ, მეოთხეს მხრივ რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილმა უშუალოდ აი ამ სადამსჯელო ოპერაციაზე, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლი, თავისუფლების მოყვარე მოქალაქეს მოუწყვეს ამ ხსენებულმა პირებმა და კიდევ რუსეთმა მეთქი თუ ვიტყვი. არც ეს იქნება გასაკვირი დიახ, იმიტომ კი არა რომ მაინც და მაინც FSB-დან თუ კრემლიდან თუ პუტინისაგან ვინმე მიიღო შეკვეთა, არა, ალბათ არა, მაგრამ რუსეთი რომ დაინტერესებულია რომ ბევრი და მეტი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი ჰყავდეს, მოქალაქე ჰყავდეს გამომწყდეული ციხეში ბიზინა ივანიშვილს რუსეთის აგენტს, ეს ფაქტია. მზია ამაღლობელის გვარსახელი შეიძლება სულაც არ იცის, მაგრამ იმას კი ამბობს, ის ინსტრუქცია კი აქვს ბიზინა ივანიშვილს, რომ ნაბიჯნახევრითაც კი არა, ნახევარი ნაბიჯითაც კი არ დაიხიოს. მან უკან ახლა მე გეოპოლიტიკურ კონტექსტზე კი არ ამახვილებ ყურადღებას და აი ეს საქმე რაღაც გეოპოლიტიკურ პროცესში, კონტექსტში კი არ უნდა ჩავსვა მაინც და მაინც უბრალოდ ამის თქმაც აუცილებელი იყო. ეხლა რაც შეეხება იმას, რამდენად ღელავთ და რა მოხდება 4 აგვისტოს, თუ ბევრ თქვენგანს გონია რომ მოსამართლე სახელაშვილი, მოსამართლეს წოდებული სახელაშვილი, რომელიც ჩქარობდა ძალიან და ახლაც ჩქარობს, უბრალოდ იძულებული იყო რომ ბოლოს სიტყვის მომზადებისთვის დრო მიეცა მზიასათვის. თუ ვინმეს გონია რომ ეს სახელაშვილი იქნება სამართლიანი ან სამართლებრივი არგუმენტები ექნება განაჩენის გამოცხადებისას, ეს ვინმე, ვისაც ეს გონია მწარედ ცდება, რასაკვირველია სახელაშვილი, რომელიც ხელი დღის არ ვიცი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მესიჯობდა და ღმერთმა უწყის მის მესიჯებოდა ჩინჩალაძეს, მურუსიძეს თუ სხვა რომელიმე პირს მესიჯობდა, წარმოიდგინეთ მოსამართლე, ანუ მას თავად არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ის უნდა დაეკითხოს სხვას, იმ სხვამ კიდევ თავის მხრივ შეტყობინებები უნდა გაუგზავნოს კობახიძეს, კობახიძემ თავის მხრივ ბიზინა ივანიშვილს და ბიზინა ივანიშვილმა ღმერთმა უწყის კიდევ ვის და ასე უნდა გამოიტანონ განაჩენი. მოკლედ, ეს სახელაშვილი რასაკვირველია გამოიტანს გამომწყდებელ განაჩენს. პროკურორს უთქვამს, რომ წარმოგიდგენიათ, პროკურორს უთქვამს, გვარი არ მახსოვს და მნიშვნელობა არ აქვს, რომ ამ დანაშაულისთვისო ისო მზია ამაღლობელი არ იმსახურებს არც 1, არც 2, არც 3, არც 4 წელსო, მაგრამ რაღაცა პოლიციელს გაარტყა, ეს ხო ხვდებით, რომ არისო დამამძიმებელი ამბავიო და ის, ანუ მზია ამაღლობელი რომ წამოსულიყო საპროცესო გარიგებაზე და საპროცესო გარიგება ბრალის აღიარებას და უკვე შემდგომ ბოდიშის მოხდას გულისხმობდა, ამ შემთხვევაში ჩვენ მოწყალენი ვიქნებოდითო, ვერ ეღირსებით, ასე მინდა ვთქვა, ვერც მზია ამაღლობელისაგან და ბევრისაგან ვერ ეღირსებით, იმიტომ რომ თქვენ პროკურორები იქნებით, მოსამართლეები იქნებით, გამომძიებლები იქნებით, de facto პარლამენტის წარმომადგენლები, ანუ ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელისუფლება წოდებული ბანდის წარმომადგენლები იქნებით თუ აბასთუმანში გამაგრებული პირი, თქვენს ვერ ეღირსებით თუ შენ ვერ ეღირსები ამ შემთხვევაშიც და სხვა შემთხვევებშიც ხედმოხრილ და თავდახრილ თავისუფლების მოყვარე მოქალაქეებს ეს უნდა ღიად ვუთხრათ მათ და ეს ამას ღიად ამბობს მზია ამაღლობელი, რომელიც 8-9 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა მეთქი და არ იკავებდა მის კუთვნილ ადგილს ეს ისედაც ჯანმრთელობა შერყეული ქალი და უბრალოდ ბოლოს ითხოვა რომ ძალებს აღვიდგერო და ამიტომაც გადაიდო პროცესი, ამიტომაც გადაიხდო ბოლოს ხდომა, თორე ამ სახელაშვილს ძალიან უნდოდა რომ გამოეცხადებინა განაჩენი. მე არ მეგულება პატიოსანი მოქალაქე მომავალზე ორიენტირებული, მომავალზე მოფიქრალი მოქალაქე საქართველოში, თუნდაც გაჩუმებული მეთქი ახლა ერთ სიტყვასაც რომ არ წერენ, მაგალითად ერთი ექსპერტად წოდებული, მაინც ასე უნდა ვთქვა, რაღაც ისეთ სისულელეს წერს აბსოლუტურად. არა, ის მეგულება, ის არის სწორედაც რომ სახელმწიფო ნავში გვარს არ აქვს ხალხშტოლობა
რომელიც აბსოლუტურ სისულელეს წერს სულ სხვა კონტექსტზე და ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს სიამაღლებელზე, მაგრამ აი ჩემი ნაცნობ მეგობრებში მე არ მეებგულება ადამიანი, რომელიც ამაზე თუნდაც ჩუმად არ ღელავდეს, ეს არის ასაღელვებელი ამბავი, მაგრამ ეს არის საეტაპო ამბავი, მეთქი მე გინდა ამაზეც ცოტა ოპტიმისტური ნოტებიც მინდა გამოვურიო ჩემს ამ მონოლოგში. ეს არის საეტაპო ამბავი, რომელიც წესით ჩვენ ერთის მხრივ გულს დაგწყვეტს, რომ ზიას მიმართ გამოტანილი იქნება განაჩენი პირობითად 2 წლიანი უკაცრავად 2 წლიანი ვერ იქნება 4 წლიანი 5 წლიანი სასჯელი მეორეს მხრივ გულს ჩაგწყვეტს ხო ეს ერთის მხრივ მეორეს მხრივ ბრაზით აღგვავსებს ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიმართ იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი გვინდა არ გვინდა წარმოვიდგენთ რომ შეიძლებოდა მზიას ადგილას ყოფილიყავით ჩვენ იმიტომ კი რომ მზიას მსგავსები ვართ არა უმრავლესობა ჩვენგანი მზიას მსგავსი არ არის გაგიკვირდებათ და მზია უტეხია და ზოგ ჩვენგანი შეიძლება გატეხილიყო კიდეც მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ მივხვდებით და საბოლოოდ მივხვდებით იმედი მაქვს რომ ეს არის დაუნდობელი ხელისუფლება და ბიზინა ივანიშვილი არაფრის დიდებით აი როგორც პუტინი არიხევს უკან რა წისქვილით არაქაც არ უნდა დატრიალდეს სამომავლოდ მის თავზე როგორც პუტინს ჰგონია რომ ის არ მარცხდება ასე ბიზინა ივანიშვილსაც ჰგონია რომ ის არ მარცხდება და არ დამარცხდება და პირიქით თუ დათმობს და თუ ზიას განთავისუფლებინებს მოსამართლეს ახილაშვილს ამ შემთხვევაში დამარცხდება და აქედან გამომდინარე მას არ უნდა რომ აჩვენოს რომ ის სუსტია მის ხმაში თუ ქმედებაში ბზარი შეიპარა და აქედან გამომდინარე ის იქნება მაქსიმალურად სასტიკი მე ხა მაინც და მაინც იმას არ ვამბობ რომ 7 წელს გამოუტანენ 7 წელს მიუსჯიან მზია ამაღლებელს ამას არ ვამბობ მაგრამ იმას კი ვამბობ რომ ბიზინა ივანიშვილი ჩანს იქნება დაუნდობელი და გარდაულად იქნება დაუნდობელი მე ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო მაია მწარიაშვილზე ადვოკატზე გმირზე მეთქი ასე ვიტყვი ბევრმა დაწერა ეს და მეც ვიზიარებ პრინციპში ამ შინაარსსაც და პათოსსაც რომ მაია მწარიაშვილიც არის მომავალი საქართველოს ერთ-ერთი საყრდენი პერსონა გმირულად იბრძოლა ამ ქალბატონმა ამ პროფესიონალმა იურისტმა რომელმაც ყველა აი როგორც წერენ მე არა ვარ პათუმში და ვინც იქ იყო და ვინც ესწრებოდა სხდომას და ვისაც ამბები გაბოჰქონდა ისეთი არგუმენტები მიახალა ბრალდების მხარეს და მოსამართლესაც რომლებიც ესეთი ქვას ხეთქავს წარმოუდგენელია თუ რამ გაქვს ადამიანობისა შერჩენილი და მართლა პირდაპირ მნიშვნელობით მონა არ ახარ ამ არგუმენტები არ გაიზიარო ამ არგუმენტების 100% არა 99% აი ამ წარიაშვილმა ისაუბრა ცრუ მოწმეებზე თავად ფაქტზე სწორი კვალიფიკაცია მისცა მზია დაიცვა სრული იურიდიული საადვოკატო არგუმენტებით და ეგ კი არა არამზადა გებუაძის მომხრეებსაც თუ ანამშრომლებსაც კი ბევრს ეცინებოდა იმაზე რომ ამ გებუაძეს თურმე ლოყა ჰქონია გაწითლებული და სტკენია როგორც ლოყა ისე სული რომელიც მას არ აქვს გული თუ სული არც გული აქვს მეთქი ასე გეტყვით სხვებზეც მინდა აორიოდე სიტყვა თქვა არა მხოლოდ მაია მწარიაშვილზე რომელზეც კვლავ ვიმეორებ ვამბობ რომ მას უნდა დაეყრდოს ამგვარ ადამიანებს უნდა დაეყრდოს მომავალი მორალური საქართველო მეთქი ასე ვიტყვი დიახ ჩვენ ძალიან სერიოზულ გზას გავდივართ ამას ერთგვარი განწმენდის გზაც ქვია კათარზისის გზაც ქვია თუ გდებავთ ასე ვიტყვი და მომავალი საქართველოს ფუნდამენტი უნდა დაეყრდნოს ფუნდამენტზე უნდა დაშენდეს მომავალი საქართველო და ეს ფუნდამენტი კი ინდივიდუალურ პირებსაც მოიცავს თუ ინდივიდუალური პირებიც არიან და ინდივიდებიც არიან ამ ფუნდამენტის ნაწილები თუ ფუნდამენტის თავად ფუნდამენტები და ამიტომ მაია მწარიაშვილი ჩემი აზრით ერთ-ერთი მათგანია და კიდევ ბევრი გმირი გამოჩნდა ხო პირდაპირ მნიშვნელობით გმირი მეთქი მე ერთ-ერთ სტატუსში შევადარე ეს ამბავი ვეფხისტყაოსნის ამბავს გავს მეთქი ახლა გამარჩევინებ მთელ ვეფხისტყაოსაც ცხადია მაგრამ ეს გავს სავთანდილისა და ფრიდონისა და ტარიელის მეგობრობას არა იმიტომ რომ მაინც და მაინც ხო გაჯეთის ციხე რასაკვირველია უნდა დაინგრეს მაგრამ და
არა იმიტომ რომ რაღაც ნესტან დარეჯანებიც აყვავს და თინათინებიც აყვავს ჩვენ ასაკურველია ამ ამბავში ჩვენს თვალწინ ცოცხლდება ნეფხის ყავოსანი ერთგვარი ინტერპრეტაციით ეხლა მაინც აქ იმაზე არ ვლაპარაკობ რომ ტარიელს ვინმე უყვარს ან ავთანდილს ვინმე უყვარს და ფრიდონი კი ეხიდება კაჯეთის ციხის ახსნასა და ნესტანის კაჯეთის ციხის დანგრევასა და ნესტანის დახსნაში ხო და ამიტომ ვლაპარაკობ მე სხვაებზეც რომლებიც არიან მართლა გმირები მე ასე ვიტყვი ერთ ადამიანს გამოვარჩევ მე თქვენის ნებართვით არ ვილაპარაკებ ჩემს მეგობარ ზვიად ქორიძეზე მე ვილაპარაკებ არ ვიცხეთ ზვიადი მე ვილაპარაკებ გელამ თივლიშვილზე მე არ ვიცი ახლა ამ გელამ რამდენიმე ხნის წინ რაღაც გამთელობა მძიმედ შეერყა და ამ ყველაფრის მიუხედავად აი ისე როგორც ზუსტად აი ამ წარიაშვილი არ მით უფრო მზია ამაღლობელი ისიც ბრგედ დგას საათობით დგას გამოაქვს ინფორმაცია სწორ ანალიზს აკეთებს ერთხელაც არ აღელვებულა ხო ერთხელაც არ აღელვებულა და აი მეგობრობა მე ესეთი მეგობრობა და კოლეგიალობა მე ესეთი მის კოლეგიალობაზეც არ ვიტყვი კოლეგიალობას და არც მეგობრობაზე არ ვიტყვი ადამიანობა მე მესმის სწორედ ასე რომ ასეთი და მე იმასაც ვიტყვი რომ გელა ერთ-ერთია იმ ფუნდამენტებს შორის რომელსაც უნდა დაეყრდოს ჩვენი სახელმწიფო რამდენადაც ის მორალურ სახეს აჩვენებს ნამდვილი ადამიანის სახეს აჩვენებს მე კი ასე ვიტყვი ასევე ხა ცხადია ვისაუბრებდი მე Facebook-ზე Facebook-ის ლომებზე, არა. Facebook-ის ლომებზე სუდი გაგებით არ ვლაპარაკობ ადამიანებზე, რომლებიც Facebook-ზე წერენ, Facebook-ით წერენ თუ Facebook-ზე წერენ, სტატუსზე აცხობენ და ასევე რასაკვირველია, პირველ ყოვლისა ვისაუბრებდი იმ ასობით მაინც ასე უნდა ვთქვა, თუ 1000-ეული არა ასობით მაინც არის მოქალაქეზე, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს და წავიდნენ და სასამართლო პროცესს ესწრებიან ან სასამართლო შენობასთან არიან. მე თითოეულ მათგანს არა ყველა ცხადი არ ვიცნობ, მაგრამ ბევრს ვიცნობ მათგან. აი მაგალითად მამუკა ანდღულაძეს ძალიან მაგარ კაცს, ხო? მე ვიცნობ და მე უზარმაზარ პატივსცემი არიან პოლიტიკოსებიც და სწორია რომ პოლიტიკოსები არიან. მე ვავკარი თვალი პირდაპირ ჩართვას და ამარ ჩერგოლიიშვილისა და ასევე ვავკარი ლევან სუცკირიძეს თვალი. სხვაებიც იქნებიან ცხადია და ეს ძალიან კარგია. ასეთ აქტუალურ საკითხ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, არა იმიტომ რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროთ, სხვადასხვა ეს ნიშანდობლივია რომ პოლიტიკური ქულების დასაწერად ისინი სულაც არ ჩასულან, არამედ იმიტომ რომ ისინი პირველ ყოვლისა არიან ადამიანები, პოლიტიკოსებსაც გულისხმობ და არა მხოლოდ. ასევე თბილისში დარჩენილებზეც ვილაპარაკებ, ხო, იმიტომ რომ ბევრი ვერ წავიდა მიზეზთა გამო, ობიექტურ მიზეზთა გამო, მაგრამ ისინიც არიან მზიას მხარდამჭერები. მაგრამ მე მაინც ერთი სიტყვა კიდევ ერთ ადამიანზე უნდა ვთქვა, ბოდის ვიხდი ორ ადამიანზე უნდა ვთქვა, შესაძლოა სამ ადამიანზე უნდა ვთქვა, ქალბატონ ლანა ღოღობერიძეზე, უნდა ვთქვა შოთი არველაძეზე. შოთი არველაძე ქალბატონ ლანა ღოღობერიძემ მასაკიანმა ქალბატონმა ძალიან კაფიო მესიჯი ჩამოვაყალიბა. მე შესაძლოა სხვები გამორჩეს და ბოდიშებ, მაგრამ აი სამი გამახსენდა ახლა, ხო? ერთ-ერთი მათგანია სწორედ ქალბატონ ლანა ღოღობერიძე, მე მის ასაკსაც და მას უზარმაზარ პატივს ვცემ. სხვა შორის მე ვიყავი, აი თუ 90-იან წლებს გავიხსენებ, მე ვიყავი ქალბატონ ლანას, სადაც იყო იმ მოწინააღმდეგე ბანაკში, ანუ მე უჭერდი მხარს პრეზიდენტ გამსახურდიას და ის მიმაჩნია ქალბატონ ლანას შეცნობათ, მაგრამ ამას ის პერიოდი ხო, იმ პერიოდში მისი პოზიცია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს ახლა, დღეს და ახლა მას აქვს უაღრესად სწორი ჯანმრთელი, აი ესე ფუნდამენტი ხელი ხილებულების თვალსა ისეთ ფუნდამენტური და სწორი პოზიცია. 90-ს გადაცილებულია ქალბატონ ლანა, 100 წლის არის ქალბატონ მზე ქალაშანიძე. ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა რეალურად უპირისპირდება არა მხოლოდ მზიას ან მაიან წარიაშვილს ან მზიას გულშემატკივრებს ჩვენ და ასე შემდეგ, ეს ბანდა უპირისპირდება ქალს, რასაკვირველია, მაგრამ ასევე უაღრესად დასაფასებელ თუ დაფასებულ შვილს წარმოიდგინეთ რა მასშტაბის მეცნიერისა, რა მასშტაბის ადამიანისა აკაკი შანიძისა და ასევე აკაკი შანიძის შვილობის გარდა მზე ქალაშანიძე თვითკმარი უზარმაზარი მასშტაბის პიროვნება ჩვენ სინამდვილეში დიდხანს სიცოცხლე მას რასაკვირველია, რომელმაც თქვა ის რაც თქვა, რომ ძიას უჭერ მხარს. და ამ ორს ქალბატონს ასაკიანებს მე უმატებ ზუსტად ჩემი ხნის არის ერთ კაცს ანტიკალაძე კაცს
შოთიკო არველაძეს, რომელსაც რასაკვირველი ასევე უზარმაზარი მადლობა ეკუთვნის, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც მისმა არა, საძმაკაცო სულაც არ არის, მაგრამ მისმა საძმაკაცომ არა, თანაგუნდელებმა, თანანაკრებელებმა, ორმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება, კონცეპტუალურად მათაც მიიღეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე და სხვებმაც, მაგრამ აი პრეზიდენტად წოდებულ ყაველაშვილს და მერად წოდებულ კალაძეს გულისხმობ, რომ მზია დაეჩაგროს ხელისუფლებამ, ხო შოთიკო არველაძეს ეყოფ როგორც მოსალოდნელი იყო გამბედაობა, ვაჟკაცობა და ასე შემდეგ და თქვა ის რაც თქვა რომ მზია დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდანვე უნდა იყოს განთავისუფლებული მე ეს ისეთი ამბავია, ბარემ ვიტყვი რომ აი უკვე სამომავლოდ რაღაც მატჩები რო დაიგეგმება შოთი ხო მე არ ვიცი რა უფლება მაქვს რომ მოგიწოდო საბოლოო ჯამში ხო მაგრამ აი ბურთს არ გავაგორებდი კახი კალაძესთან ერთად რომელიც არის რუსი და რომელიც ასევე არის თანადამსჯელი ზია ამაღლობელისა კიდევ რისი თქმა მინდოდა რა ვიცი ბევრი ამის თქმა მინდოდა მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს ისედაც ადევნებთ თვალყურს ისედაც იცით რაც ხდება და იცოდეთ რომ 4 აგვისტო არის ბოლო დღე იმის იქით უბრალოდ ხნომა ვერ გადაიდება მე 6-ში ვარ კონტექსტის ანუ ეხლა ხო ვარ ხვალ რა რიცხვია 2 და მე 6-ში უბრუნდები მე და განელებული არ იქნება სულაც ის ემოცია რაც რომელიც გვექნება ჩვენ 4 აგვისტოს და ხვალინდელ გადაცემაში ისიც თქვენ მე დაგასპოილერეთ თუ რაც ქვია ამას გითხარით რომ ხვალინდელ გადაცემაში ისიც სუყე თავი მიეზღლება სწორედაც რომ ზიას და იმას რაც ხდება ჩვენს თავს ეს არის ბოლო წერტილი ბოდის ვიხდი ერთ რამესაც ვიტყვი ჩემი აზრით ამაზე სტატუსის დაწერას მინდოდა და ამაზე სტატუსის დაწერას მინდოდა და დავწერ კიდეც ჩემი აზრით ჩვენ თბილისში ვინც ვართ დარჩენილები ასე 4-ში 4 არის 2 შაბათი 2 შაბათს დილიდანვე ბევრი ჩვენგანი უნდა შეიკრიბოს რუსთაველის გამზირზე იქნება თუ სადღაც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაუკეთონ ამას ორგანიზება და აი თბილისიდან იქნება და რაღაცა გავაგონოთ ჩვენი ხმა არა მოსამართლედ წოდებულს არა ხელისუფლებად წოდებულს, არამედ პირველ ყოვლისა მზიას და ვუთხრათ, რომ ჩვენ აი ვინც დავრჩით აქ თბილისში, ჩვენ ვართ სოლიდარული და ჩვენ გვესმის შენი, ჩვენ ხარს გიჭერთ შენ ხარ ჩვენი თანამედროვე მორალური სახე, მზია ამაღლობელი არის მორალური სახე ჩვენი და არ ვიცი, ამდენი ვიქნებით სიმართლე ხა ცხადია სურვილი იმისა, რომ ვიყოთ რაღაც 400,000 მაქვს, მაგრამ აი 20,000 კაციც რომ იყოს, 15,000 კაციც რომ იყოს სადღაც რესპუბლიკის მოედანზე ასე მაგალითად შეკრებილი, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი, ხო და ასე შემდეგ ესეც ძალიან მაგარი ამბავი იქნება, არ ვიცი ამას ორგანიზება სჭირდება, ერთი მოწოდება არ არის საკმარისი, მაგრამ მე დავწერა ამ სტატუსს და იქნება პოლიტიკოსებმა აიტაცონ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სხვებმა, აქტივისტებმა და ასე შემდეგ, არა საღამოს ხაზს უსვამ, ამასაც ხაზგასმით ვამბობ, როცა ისედაც იკეტება რუსთაველის გამზირი, არამედ სწორედ მაშინ პარალელურად სასამართლო პროცესისა იქნება, შესაძლებელი იქნება, არ ვიცი, აიშალოს დიდი მონიტორი, იქ მოусმინოთ ჩართვები იქნება ტელევიზიებისა და ონლაინ მედია საშუალებებისა, მზია ამაღლობელის ბოლოს სიტყვას ჩვენ შევეგებოთ ოვაციებით ბოლოს სიტყვას და ამითაც ზეწოლა მოვახდინოთ, ზეწოლა არ გაჭრის ამათზე, რასაკვირველია ესენი, ამათ უკვე გადაწყვეტილი აქვს ზიას დასჯა, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ეს არის რომ გულს მწყვეტს და კიდევ მწყვეტს გულს. ის რომ ჩვენ ხო, აი ესე ევოლუციური გზით, როგორც ჩანს, ვერ განვითარდებით, ამათმა დახურეს ყველაფერი საერთოდ ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ, ყველანაირი შანსი მოსპეს ამ ქვეყნის ესეთი ევოლუციური გზით განვითარებისა, ეს არის, აქ გითხარით თქვენ, რომ ეს არის შავი კვადრატი, მეთქი ეს არის დასასრული რაღაც პერიოდის, რაღაც ეპოქის და მე ახლა ინდივიდუალურად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ ინდივიდები სადამდე მივდივართ, როგორ ვიცავთ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ესენი ქვეყანას აუქმებენ ხალხო, ესენი ქვეყანას აუქმებენ. ამ პესიმისტური ნოტები არ შევმაქვს ჩვენ გავიმარჯვებთ, რასაკვირველია ეს ასეა, მაგრამ ესეც იცოდეთ, რომ ბიზინა ივანიშვილის ამოცანა არის ქვეყნის დასრულება.
და ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზი გარდა იმისა რომ რაღაც გაგიჟდა და რაღაც აბასთუმანში აღაცებს ყავს ხვიზლის ნახარში სვავს და ასე ეგ გავიგე მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რომ მას აქვს დავალება რომ ეს ქვეყანა იყოს ჩმორთა ქვეყანა აი დგებუაძეების და ეს აგვარიც არის ეს მოსამართლე მათი ქვეყანა და ავიცი გავიმარჯვებთ, მაინც გავიმარჯვებთ, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ტკივილები გვაქვს ახლა ჩვენ, აი, ვისაც ქვეყანა გვიყვარს, ჩვენ გვაქვს, მე მაქვს ძალიან დიდი ტკივილები, აი, სული მტკივა იმის გამო, რაც ხდება. ეს გულახდილად. ახალს